კი, სათუთია. დედა. ამით რომ ესწრება სულა. კაი მასწავის მე რა ქვია. გავიფერადებ წარ სამსახურში რო წავალ რომ არი ფიქრო მიმოვიდეს მუნიანიო. ანუ ვინ არის ეს მუნიანიო? დამატენებელი უშველის ზეითუნ დაგირბილებს ელეო. ანუ ჩატ ჯიბიტას ვკითხე და ეს წაისევიო ვაზელინიო, მაგრამ არ მქვა ვერ ვნახე ვაზელინი და მეც არა მაქვს. ვაიმე შავი ჩიჩილაკი შემოგვივიდა დაკუნთული. დაკუნთულო შავო ჩიჩილაკო როგორ ახარ? აუ გთხოვ პრესი გვანახე. პრესი კი არა, ვაზელინი რაზე გჯერდება ერთი მითხარი. რაზე და ისა წარდები შევიღებე და ნახე რა დამემართა. რა დაგიმართა? დამეწვა. რა დაგესვა? ტრაკი? წარბი, ტრაკი არა ის კიდე. წარბი რა არის? წარბი, ნახე ხედავ სიწითლეს? თურქეთში მიდიხარ, გოგო? თურქეთში რა მინდა? აბა სარბის რა გინდა? სარბი. ნერევს ნომიშლი, დაგვენახე შენი დაკუნთული პრესი. კამერა ვერ ჩართავ მე. რატო? ნუ გინდა ჩემი პატარა ძმა განახებ, გინდა? შენი პატარა ძმა? ხო. ნია, შენი პატარა ძმა რა საკავს, შენ ძმა იტყუებ დაკავს. დედას ვიცავალს 4 ძმა მყავს, გოგო შენ ხო არ ბევერავა. გინდა აივანი გან. მარტო. მე ვნახე და ერთხელ. კამერით ველაპარაკე. აი გარი ჩემი პატარა ძმა. ვაუ, რა სიმპათიური ყოფილა. კაი ბიჭი არის, ელაპარაკე ჩემზე. Ali, she is very good girl, and she is very suka. Patiosani. She is very Muna of the Khle. I вообще a very good girl. Ну, харбиджо узртели. She is very good girl. Gait tututsi. Deda. Uzdeli. Arabsas ar chavtav. Stilobas ro istsavlis mere chavtav. რა რა გავვლიდა ამ შალას შენ ნახე რა გიქნა. გამარჯობა ცილინა როგორ ახარ? რატო რა მითხარი რა ოყლის მონა არისო? ვინ გითხრა ეგრე ამის ეხლა არ შევაგე. მე ჩამიყურით გე. ვინ გითხრა გოგო? ვინ გითხრა ეგრე? ის მითხრა ხო იმას მოუტყან კარგის. არ გინდა მოტყნა, მომოტყნა არ გინდა, მომისმინე. გესმის? რასი ყო ჩვენ ცხოვრობ დღევანდელი დღეა. აი მომიხადე ბოდიში. გაგიშვი ლოგიშიც всё რასი იყო? გაგიშვი ლოგიშიც და უარესის კიდე. გესმის? შენ მომისმინე კარგად ერთი დღე იქნება ჩამოვალ დუბაიში, შენ თუ არ დაგმარხო უდაბნოში ხალი არ ვიყო, გეიგე? მოგეთქან აბუზაბიში და შენ. მომისმინე ჰაბიბი. გესმის? რაიო, რა მოტყანო? ვინ გოგო რას? აი მარტო მოტყან დაყლე. მარტო აი რაცხა მოგიტყან რაცხაო. ვინ გითხრა გოგო, ვინ გითხრა რა მაგ თავს ხარ? რა ხარი დაგიბრუნდეს ორმაგად უკან. მე მაინც ვერ მომტყნა, ეკით მოტყნა ყველა, არა უშავს. მომისმე. ანუ მაგითი რო თქვა რომ მე იმას მიზამენ? მოგით. ხო. შენ მე არ მიცნობ. აბუზაბიში კი არა, კოტაიში. მომისმენე გოგო. ესე რანაირად გალამოზებული ხარ, ერთი ამიხსენი რა. აი პროსტა,
შოკი. საიმე გაგანდობ საიდუმლოს ხუჭუჭ. ჭამა, ძილი, ჭამა. ჭამა, ძილი, ჭამა. ჭამა, ჭამა, ძილი, ჭამა. დღე და ღამა. განსაკუთრებით ღამით, კიდე მიყვარს შოკოლადი, კინდერ სიურპრიზი. ხო, ღამა. შეჭამა. ვაი. დღე და ღამა. სილინაკლე უნდა ჩამა. სილელა და ბიჭო რა მეუძდელები შენ დამპალო. შენ ნახე რა გიქნა. შენ თუ არ ჩაგმარხო, მანდ აკლემების გვერდით ქალი არ ვიყო. მე ჩამოვალ მანდ ერთი დღე. გინ გაიზურდელა გოგო რა ხჭე? შენ ზაფერ გაგიფუჭებია მაენა ის გაფუჭებული ხონდა. გიმღერებ, გისმის, ეკის პრეტენზია. აი, დღე და ღამა, სილინა ღამა. არ მაინტერესებს. აბა რა, ვერ გავიგე. ტოტოცი. გოგო, რატო მეაზურდელები ახლა, ვერ გავიგე. შენ თუ არ გამოგდო Facebook-ზე რა სიტყვების მითხარი შენ რა მიქენ? ლეს ვერ მომჩავ შენ და შენ Facebook-ზე. მომისმენა. გესმე. რა ფოტო უძდელობ. გოგო, ვინ აზურდელობ, ვერ გავიგე, რა დღეში ხარ? ყველები გაიგე, ხედავთ. ანუ ხედავთ რა სიტყვებით მოძრაობს? სელინა, ვერ გავიგე, რატო მიხებით ცუდად? აი ერთი მითხარი. მაცადე მე დრო მოვა მაგ სიტყვებს გაგახსენებ პირდაპირ უდაბნოს ვარდივით დაგმარხა უდაბნოში. მე განცხადება უნდა დაძრა ცოლი ვიძებ თუ ვინმე არგი პათისანი ქალბატონო იქნება გარბინი ნაკლებად თუ აქ ორიგინალი არ არის ასყობული არ არის კაკათებული მე თავისუფალი ვარ დამიხმარები შენ რო აწყობილი ხარ მე ასყობული არა ვარ მე მიჯერდება ესეთი კარი აი ლოგინში დრო რამ აი ასყობული არ მინდა აი ლოგინში დრო რამ არ დაავარდა რამე ან კაროჩე ზლიერი კალი მინდა რა არის ესეთი შენ რო გაგიძლოს კი არის გამამიშვი მარია კასენკო ვი მარია კასენკო კასიკო ვინა ერთი არის შენ ღირსი ხარ მაგის რო მაგან მოგიყვანოს ჭკუაზე მომისმენე შენი არჩევანი დამღობავს მე არ ვიცი დაიგე ხარ ღირსი ძახ ბოდიში მომიხადე ამ სიტყვებისთვის რაც მაკადრე ბოდიში გიხდი რომ თავიდან მე შამარსყობა უნდა მოგაყენო და ეხლა რომ მოგაყენო მართო მაგითომ ბოდიში ვიხდი ჩემი დავი პირველ რიგში აჰა გაიგე და კიდე ეს მომისმენე შენ ვინ შეგიხო გაიგე აქ ორი სიტყვით ვავნები რა ეს ბოდიში რა შენი ლაიფში არის მაგრამ მე არ შეიძლება ჩუმად რო ვიყო და სხობაში მე არავის არ აყვები გაიგე მაგრამ ეს ქრისტი თუ რა ქვია ჩემი ხელეა შენი ბუღმა დედა შევეცი ქრისტი რო ბიძა თუ რა ქვია შენი დედა მოტყარ მე დაანებე თავი ნუ აგინე მომისი არა ეს ის არის მართლა იმას უნდა შენი გაცნობა რატო იტყუები რადმინდა მის გაცნობა ჩემი ქვეში რატო ხარ მითხარი რატო ამ შენ ხარ ჩემ ქვეშ მე კი არ ვარ შენ ხარ ჩემი ქვეში გაიგე მე აქ ვარ მე აქ ვარ პირველად შენ რატო მოხვედი ამას უყურე რა შენ ვინ ახარ ჩემი ბიჭი აბა მითხარი ერთი გამეცანი შენი ბიჭი საიდან ვარ შენ რატო მოხვედი გავიშვი შენ კითხო ეხა ჩემ დაკალთან ამოვალ თუ არა ნო კაი შენი დაკალი სირინა ბოშე რაიტი ნომერი დაატოვე ერთი შენ და მე გაგი ანუ ხტები ხო 3 2 3 8 9 3 1 WhatsApp-ი არის ყველაფერი არის შენ ნომერი მე მაგ ნომერი მეგობრებო ვისაც გქნათ ხუჭას ნომერი მე მაგ ვის რად უნდა ხუჭას ნომერი ერთი
იუსნები ჩემი ნახვა ცოტა გავიცნო იმდენი მესმის ეს ხუჭუჭა ისე გაქებს სელენა მეთქი ვინ არის ეს ხუჭუჭა აბა კამერა ჩართი ერთი მანახი შენი უნდა უყურო სელენას ლაივებს შემოკარგო რომ დამინახო მე არ ვუყურებ არა ვის ლაიფი სელენას გარდა არა ვინ ვარ მე გოგო ამოიღე ხმა ანუ ლაის არ უყურებს სელენას გარდაო ხო დილინა არის ჩემი მორჩენი მონა თუ შენ ხარ პირიქით სელენას ვაიმე ვიდეო მაქვს მთელი TikTok-ი და მთელი TikTok-ები ერთი ვიდეო მაქვს სადაც მანქანის კაპოტზე აგიყვანი და გაზახები რომ ხარ ჩემი მონა და დამანებე თავი ნუ მაიძულებ რომ დაგიდო მომსმენე გესმის ხო ვინ სირინა შეეხო აი ერთ სიტყვა რა მომსმენ გამიშვენ ლაბარაკობ რასინე თორე წავალ დედას მიცავა რა პონტია იქ ვერ გავიგე მე რა ვიცმევდი ხო მომსმენ ახლა რა აი ღმერთს გებიცები აი ყველა აი სირინას მოგუბრები არიან 90% ყველას არ ვიხები ბოღმები არიან და შენ შორიანია აი დაანებ თავია არ თქვა სირინას ბოღმებდიანი არიან გაიგე ხო ისევე მოგაგდებიან და არ მაგდებენ მაგრამ გაკვირდებით ხალხო მიდა სირინა რას ლაბარაკობ რანაირად ხომრობთ ყველა აკეთები ჩვენინაირად გინდა იქ დედა მოთხნულის ბოღმა რო არა ადამიანია გაიგე ამან რო შემიხო არასწორად სირინა რო შეეხო არასწორად ამისი იგი არის მიდარასია სუკა ამას ძალიან ცუდად მორჩება მის ცხოვრება ეს სირი აი დაიგია ნუ მიაქვს უკაც ყურადღებას და ნუ აგინებ დედამისის რა ბრალია ეს ინგლისური გოგო ეს ლამაზი გოგო როგორ უნდა შეიხებ არასწორად გაიგე გაიხარე ჩემო კარგო გაიხარე მაგრამ შემეხე მე შეგიხათი არა მე რა სიტყვა გიხა იცი გესმოდა ვინ ამან შეურა შენი ოპროსი ვინ არის მივა არ შემოვედი ვინა ჩემი ფოში რა დაბადებულა არ სოსო ვინ არის სოსო შენი სოსო დედა შევეცი რატო იგინებ ვინა ბიჭო სოსო კი ხუჭა მოგვენატრეო დაგიწერე არა ვიღაც იგინებ ვინა სოსოს მოუთხან დედის ტრაპი ბადერი ვინა რაც რო იყავი რა გერქვაო გიორგი მერქვა შენი დედა მოუთხა მოდი აქ შენი დედა მოდი ბლოგში სილინა ცოტა ხაში დაბრუნდები TikTok-ში ვინ შენ შეგიხო ყველას დავიხავ შუაზე ვაიმე ნუ დაგუღალე კაცო ნუ დაბრუნდები ვისაში უნდი ხარ ერთი შენ მომოსმენე შენი ოპროსი როცა ლაბარაკობ შენ პირი დაკეთე ვინ ეს ჩემი უფროსი ჯერ მოვლენილა ქვეყანას მე შენ ოპროსი ვარ გისმის შენ ვაიმე რა ხუმარა ბიჭი ხარ შენ მომოსმენე მე როცა ლაბარაკობ ფიხზე უნდა ადგები შენ ფიხზე უნდა რატო რამდენი წლის ხარ უფროსი ხარ ოპროსი კი არა მე ვარ აი აკაური დირექტორი ყველაფერი დირექტორი ისი დირექტორი ხარ მაგ ჯანდაბა რას სადას ვარ ახლა ის ოფ მას არ როგორი აი სელენა რო გააკეთებს თავში ნუ აგივარდება აი ეს არის გოგო და შეხარ გოგო ჩატლახები აი ეს არის გოგო და შეხარ გოგო ეს თაბლში დადებულია ჩატლახები ხო სელინა რა გინდა ბიჭო მოგოკო წიე მომესმენა რა უნდა მინდოდა გაიგე შენი კარგად ყოფნა მინდა რა გინდა გოგო მე დღეს საბუთი მოვიდა სასამართლოში всё მე ვარ თავისუფალი კაცი გაიგე არანაირი ცული არანაირი შაყარებული თავისუფალი კაცი ვარ და ქალი ვიზი გაიგე ქალი გინდა ხო დიდა რაღაც მერს გებიცები ერთი ქალი ლამაზი გოგო მინდა ჩემთან მოიყვან დუბაიში კაი ცხოვრება ვასხორო ჩატლახები ყოთ იქნება ჩემს მაგაც სელენა
სელინა არა შენ მგონი ხუჯუჯა ხალი კი არა იგი კიდე რა ქვია სელინა შემიხო არასწორად გაგინებ ეს პირდამი ვის მიდი შემიხება შეგეხები კაი მიდი ვარჯიშე მიდი ვარ არამსალია რა მიდი წავიდე მიდი ვარჯიშე მიდი აი მე ცუდად ვარ. ვაიმე რა სიტყვები მეძახა დღეს აჟიტირებული არის არ ვიცი მე ამ წამ შემოვედი ავსკროლე და ლანძღა გოპირდაპირ გული რა შობი გული ბობო უნდა გავიყვანო სასეინოთ აი ამინდია სხვათა შორის შენ რა ქენი რა ვიცი ხო ნახე მეგობართან გადაკოცნეთ ერთმანეთი და მოკლედ ძალიან რაღაცა რა გინდა მე შეგასი გესლები შეიძლება არ გიყვარს ჩახუტება და კოცნა და რა გიყო ხო რა ვიცი ისევ თქვი მაინც რა მოხდა აბა რა გააკეთეთ გუში სად იყავით წასულები ლაივში არ ვყვები ცალკე მოგიყვები აჰა გასაგები არის ჩემო კარგო ანუ კარგად იგულავე და მე სადაც ვარ ყველგან კარგი სიტუაციაა ხო იცი აჰა ანუ ბევრი იცინე კიდაი აჰა გასაგები არის გასაგებია ჩემო კარგო ძალიან კარგი თუ ბევრი იცინე და გაერთე კარგად როგორი ადამიანია ნახე შენ ცოტა ჩაგკოცნო ერთ ვიდეოში მაგრამ შენ ცივი ადამიანი ხარ არ გიყვარს ჩახუტება ვიდა ახალ ცივი მე კი შენ ახალ ცივი ადამიანი აუ შენ ჩემსავით ხარ არ გიყვარს ეს ღლორძუნა და ჩახუტება სიტყვა მიყვარხარ ადამიანს უთხრა იცი როგორ მიჭირს გონია რომ მამისკდება და ანუ მე დაჟე არ ვთვლი საჭიროა რომ უთხრა აი ვიცი რომ შენ ჩემსავით ხარ აი არ ვიცი არ შემიძლია ეს რაღაცა უციკუცი გნუციან ხო რაღაცა ანუ ადამიანი რომ მიყვარს ну კი ვიცი ხანდახან გამოხატვა მაგრამ ისე გამოხატვა არ ვიცი ემოციების როგორაც საჭირო არის ზოგადად ანუ როგორაც უნდა გამოხატო მეც ეგრე ვარ მიჭირს ძალიან ანუ მაგ ემოციის გამოხატვა ხო აი ზოგი როგორი ის არის რა ქვია როგორ გამოხატავს სითბოს რაღაცას ну მეც ვიცი მაგრამ იმდენად არ მე მითხრა მე მინდა ახლა უთხრა ზოგადად და ჩემთან ეს ელემენტარო ველაპარაკებთ როგორ და მიყვარხარ მაგრამ იცი როგორ მიჭირს გადა იმიტომ კი არა რომ არ მიყვარს ანუ მიჭირს ეს თქმა მე როგორ მომენატრე როგორ მიყვარხარ ძალიან რთულია ჩემთვის რომ თქვა რატო არის ეგრე კომპლექსი არის ალბათ ერთგვარი არ ვიცი ახლა შენ მეგობართან აი ხაც როგორ მომენატრე შევა გითხრა რომ გნახა მაგრამ აი ახლა როგორ მიყვარხარ და მოდი ჩაგეხუტო და მოგეხუტო ანუ არ შემიძლია ხო ისე ქალ რა შეიძლება ქალი მყდებოდი და რო დეიწყენ კამათი ამან და მარიამ რაღაცა თემაზე ხალხნო გამთიშენ იმის მაგივრად რომ რაღაცა ეთქვა ცელე ხო ხარ კარგად ვარაფერი გიჭირს ხო აქ ტკივა მე ვიჯექი ლოგინზე ჯერ დეიწყენ ამგენა ხალხო რაღაცაზე კამათი ოღო ნარჩუნდებიან აი ხა ისე დარბესაც არ ვაბუქებ წამალი მქონდა დალეული გეფიცებით ხახნო გავითიშე ანუ ბოლოს მახსოვს მაღვიძებენ დაო ჩვენ მივდივართო უკვე ბორიგებულები იყვნენ ერთმანეთში ერთად ბრძანება გადავწყვიტეთ ხო და დაო ჩვენ მივდივართო და კაი მეუთხარი რაღაც არ დაკავით ერთმანეთი რაზდევეძებ აუ რატო ტუცი ხარ არ კითხეთ როგორ ხარ აფთიაქში მარტო今日そんなさいつもみたいにさ4時半とか4時まではやらないけどやらないかも明日レッスンだからしかもちょっといつもより気持ち早く終わって早く寝て明日朝やる配信レッスン行く前にちょっと配信しようこの前バスね久々に曲多かったかもハートミーありがとうほらありがとうシェアありがとうです
多かったかも。早く増やしてね。明日頑張る。明日朝とレッスンとかいろいろ終わってお仕事終わって帰ってきて、そのトークの前できたら1回やる。30分でも1時間でもできたら。ラブレターありがとう。フォローありがとうです。なんかバスライブの前の配信不利なんじゃないかってくらい話してたって。どういうこと？配信？配信しとったっけバスの前。ごめんね、記憶喪失覚えてない。全然覚えてない。ごめんね、マジで私配信の話したか1ミリも覚えてないね。あといつ配信しとったか覚えてない。ごめん。バスの前うち配信しとったっけ？しとったっけ？したか？夕方からだから。前日？バスライブのバスっていつやったっけ？最近だよね。ハートミーホラーありがとうです。バスの前日も配信した。ギフトね。ホラーありがとう。ごめんね。記憶喪失やからね。マジやばいよ。聞かれてもわからない。ごめんね。覚えてないんだ。いつ配信したんだろう、私。てか、配信したのは覚えてるんだけどさ、いっぱい配信してるから。なんか何の話したか1ミリも覚えてないんだけど。やばくない？ちょっとやばいよね。ちょっとやばすぎる。何しよっかな。これにしよう。ちょっと全然覚えて、最近オリンピアとかいろいろ撮ってないって言ってました。その話したっけ？ほら、ありがとう。オリンピアあったっけ？なかったかな？バスなかったよね。ほら、ありがとう。ハートミーありがとう。コウジさん、ハートミーありがとう。バラありがとうです。バラ初見ハートミーありがとうです。もう伝統米がすごいだよ、海外の人。言ってた。なんか配信で流し言ってたわ。最近やってないねって言ったかもしれない。確かに多分視聴 2.5 ぐらいして悪くないから。全然いい感じ。ほら、ありがとう。全然いい。რა ხდება? ფორიუზე არ გადის უბრალოდ. მეტი არაფერი? დღეს მაქვს მეგობრებო დაგეგმილი თამაში სელენასთან. საქართველოს დროით 12 საათზე. დამიდექით გვერდში გულები. გულები. თითო ლარი, თითო ვარდი ბევრს ნიშნავს. მეგობრებო, აბა ლომი მეგობრებო, წამწამი მაქვს დასაგრძელებელი. ლომი, ბედი იყო სელენ გოგოსთან რომ ვერ მივედით დღეს, მე ხა ორი ლომი უნდა აგვიღრიალონ და მაგით. მეგობრებო, აგვიღრიალეთ თითო ლომი და წავალთ ჩხილს გავიკეთებ, წამწამს დავიგრძელებ და კიდე ბურგერ კინგში შევა. რა პრობლემა არის? და ვლოგს გადავიღებ. მოგიყუროთ. და მოგნიშნავ. ვინც გამოაგზავნის ლომს იმას მოგნიშნავთ. ის როგორ უნდა დავასრულო ჩემი TikTok კარიერა, რომ გოგო ჯერ რადოს დასრულებაა, ჯერ ახალი ხარ, მებრძვიან დაო, ჩემი ჩაძირვა უნდა. ჩაძირვა უნდათ, ხო? მებრძვიან. დაო, მებრძვიან და რა ვიცი, ხო, კი ჩავწერე ვიდეო, მაგრამ მაინც ვერ შეიგნებს ხალხი. მეც ვაპირებ ერთ ვიდეოს ისეც, რომ გულზე მოხვდეს ხალხს. არ ვაპირებდი არადა. მაინც დაო, ისე აქვს ნამუსი დაკარგული, რომ არაფერი გულზე არ ხვდებათ. მართალი ხარ, ეგ ვიფიქრე მეც, რომ ეგ მაგათ გულზე არ მოხვდებათ. არაფერი გულზე არ ხვდებათ, ისე აქვს ნამუსი დაკარგული.
მეგობრებო, ხა 300 კაცი ვართ, მოდით ყველას გამომიწერეთ 100,000-ი უნდა გავხდეთ მალე. ვინც გამომიწერს ამ წელს დაინიშნება. ისა ერთ პერიოდი რო ქონდა TikTok-ს გამომწერები რო გემატებოდა და რო არ ევატებოდა რიცხვს, შენთანაც იყო ეგრე, 1 წლის წინ დაახლოებით? ხო, რატო არ ვიცი. ხან უურევს ხოლმე და აი განსაკუთრებით გადაახლების პერიოდში. აუ კი, ჩემთან იმენა 2 თვე, ჩვეულებრივ გაჭედილი იყო ეგრე რა. ხედავდი ხალხი მიწერდა და არ მემატებოდა. გულები, ისე შემოდი დღეს გვიან ცოტა. გვიან? გვიან რა, ანუ ესე 10-ისკენ მოვიაზრებ. დაგეგმილ თამაში. ისთან დაგეგმილი. ჩემთან. ანუ დავგეგმოთ თამაში, მაგრამ სულ წავაგებ მე შენთან რაღაც ამოდრო სულ მიგებ. ვაიმე, როგორ უნდა რომ გული გამიკეთოს, აი ნამდვილი მეგობრობა. ვაიმე. აბერვაზე. ნახეთ ხალხო, გესმით? აი ამაზე რომ იმეტყვი, ცუდი ადამიანი არისო. სულ მიგებო, შემიწევდა გული. ვაიმე, როდის მოვიშორებ ამ სათვალეს. მე ამდენი ადამიანი ხარ შეკრებილი ხარ სელენა მეტყვის მე, მაგრამ მე თქვენი აზრით მაინტერესებს. ხალხო, მირჩიეთ ვინმე, ვინც შემიდგენს ბედის მატრიცას. ოღონდ ChatGPT-ში რო აქვს ნასწავლი, ეგეთი ადამიანი არ მინდა. ბედის მატრიცა. ხო. შენ ვიცი რომ გააქვს ხო შედგენილი? თაკომ შემიდგინა. კაი არაფერი არ ვთქვია. მაშინ არ მინდა. თუ ცუდი იქნება არ დავიჯერებ, რომ არსებობს და თუ კაი იქნება დავიჯერებ. თუ ცუდი იქნება არ მინდა გულები. მეგობრებო, ისეთი ვინმე მინდა, ვინც კაი რუკა შემიდგენს და მარტო კაებს მეტყვის. ისე ზოგი ეგეთი მართლა ბოროტია და სპეციალურად გეუბნება რაღაცებს, მაგიტო ვიძახი, ისეთი პროფესიონალი თქო. ნინუშკა ლისენკო არ მწავს არაფერი. ანჯერა. რა, ნინუშკა. ქერა გოგოროა ტატუებით. აბეც. ება იცი შეგხვედრია ფორიუზე. შემე მგონი ჩემზე უფრო ქართული ფორიუ გაქვს. აი მე ერთი აკაუნთი მაქვს რა, რომელზეც არაფერი არ მიდევს. სელე იქ რო გადავთავ, ისეთი ხალხი მხდება, რომელიც ამ აკაუნტზე არ მხდება. მე შემიმოწმებია და არ მყავს დაბლოკილი და არც იმათ არ ვყავა დაბლოკილი რა. მაგრამ და მეც არ ხდება, ბევრი იცი რამდენი არიან საქართველოში TikTok-ში, მაგრამ მე არ ხვდებიან, მართლა არ ხვდებიან, იმიტომ რომ აქეთა მარტო ისეთები ხვდებიან, ვინც გამოწერილი მყავს და ვისაც მაგალითად ჩემი გამოწერები აზიარებენ, რეპოსტს უკეთებენ. კი ბატონო, ჩემთანაც ეგრე, ისეთ ხალხი აღმოვაჩინე და რავი. ემას უთხარი Facebook-ი აქვსო? კი მაქვს, როგორ არა და Instagram-ის ჩემ გვერდზე ნახავთ. და ვარ გინდა სააღდგომოდ პასკები შეუკვეთო? შეუკვეთო? აქ მე შარშამისთან შეუკვეთე აცხობს რა, ძალიან ქართულ პასკებს ერთი გოგო არ გინდა შენც. მე მინდა ახალი დამცხვარი. ხო, ახალი დამცხვარი რო აცხობს უკვე 2 დღეა განაწილებული და მეორე დღეს ჩამოაქვს უკვე. მე მინდა ახალი ცხელი ჭამო. ახლა ცხელი ბოდიში, მე პირიქით. შენ არის დაცხვა პასკის? ოხ დაო ვერ შევეჭიდები მაგას, იცი რა მხელა რესურსი უნდა და ჩემო კი ამიხსნა რა როგორ, მაგრამ რა ვიცი, აბა მინდოდა ესე წელს მეცადა, მაგრამ რა ვიცი რა. ну კვერცხს ყოველთვის ღებაო წითელ კვერცხს, მაგრამ პასკას ჯერ ვერ არ შევჭიდები ვარ. გოჯახის ქამო შევაკეთე პასკა. ან ჩამოხვალ აღდგომას გაჭმევ მე გაგასინჯებ აღდგომას მე ჩამოგიცდეს ფეხი. აღდგომა? ეხა 20-ში უწევს, ხო სწორად ვამბობ ხალხო? და არის რა დღე გამოდის? 20 არის, აუ დაწერეთ ვინმე. არც ერთულია, როგორც ამე კიო, რა დღეა 20 რიცხვი? კვირაო დაო.
პარასკევს წითელ კვერცხს შევღებავ და კვირას მოდი მოვეცუქცუქო პარასკევს. ვაიმე სამსახური მეკევა რამე რა გლობი. აღდგომა რა დღე იქნება, ვაიმე მელო როგორი სწორი ის იყო. კვირად აი ორივე რომელი დღეა თქო. მიღებული არის თქვენი კომენტარი. ვაიმე სელენა აღდგომა ყოველთვის კვირაა და რომელი დღეა თქო. მართლა ავი ხო. არ გითხო გავიგე უცებ გათშული ვარ მეძინება მაპატიეთ რა იყო ხალხო. შემჭამეს ნახე გამომღრნეს. ხო შაბათობით ის არის ღამის თევა არის. კვირა ეს. კვირას არის საფლავზე გადიან კვირაობით. ბატონო, ნუ ზოგი ორშაბათობით ხოთა შორის გააჩნია. ჩვენ ჩვენ კვირას გადიოდნენ. დედა ჩვენ წოდით განვედეთ ჩემს ეგრე გადის მამა საფლავზე კვირაობით ხო? ისქოს ხო თქვენ შუა რაღაცა კვირა არ არის გლოვის დღე და ზეიმის დღე არის და არ უნდა გახვიდეთ რავი ეგ მე მამაებმა რაღაცა ესე ისაუბრეს მე რავი ჩვენს უკვირას გამოდიოდი. გადაგაშოს და რავი ადრე ეგრე გადიოდა ყველა კვირა და ეგეთი ტრადიცია არის. უშე მამამიჯულა ხო ყველა კონცერტები ჩატარება. რიგით აი ივან მოიცა დავსკრინავ ნინო. მოდიათ დაგვარცხმო. პარკში მიდიხარ სადმე? ხო გავასეირნეს. კი დაემთხვა კათოლიკების აღდგომაც. და ორშაბათი უწევს აკაცხოპას მანდახ ჩვენთან ქვია აღდგომის ორშაბათი ხო? გულები გამომიწერეთ ვიზავთ ყავთ გამოწერილი წვლილი შეიტანეთ იმაში რომ 100,000 გავხდეთ. გამოიწერეთ მეგობრებო. ხო. აუ შაბათს ვუკეთებ სესილის ლაივს. რა დღეს? შაბათს. ეხა შაბათს? ხო. დინები უკეთებთ ამ ხრას ნიშნავს ლაივს ვაკეთებ. რამოდენიმე ვიქნებით ერთად. თუ შემოხვალ თუ გეცდება გამხარდება. ხო იმ დღეს უსმენდი შენ ლაივს რომ ცოტა ხანი ვიყავი შემოსული შეუგროვდა რამე? ძალიან ცოტა. იმდენ ჭირდება? რა ბევრი ჭირდება ხო როგორც სამი და მაგის პრობლემა აქვს, ძალიან პრობლემატური რაღაცა არის. დამაჯა? ოკეი, ყველაფერი ავიღე, კი. ისეთი ამინდია მართლა რომ უნდა გაისეირნო რაღაც ყავადალიო. დადი. აუ მოსაცმელი ხო არ წავიღო. გრილია სხვათა შორის გარეთ იცი? ანუ კი, გასული მაგრამ არ შემციებია, მაგრამ მაინც ავიღე. იმიტომ რომ ამათი ამით არ ენდობა. არ უნდა ენდობა ის ამით. არა დროსთან. და მაგარი გოგო ეს ქართულ ენაზე მოსაუბრია ნინო ქართულ ენოვანია? არა, ვიღაცა მიჩიეს და ქართულ ენოვანი თქვენ ბედის მატრიცაზე. სელეს ბელგიაშია. კი. სელენა თუა ბელგიაში. ანუ რამდენი სელებრიტები ვართ ბელგიაში? მთელი ბელგია უჭირავს. სელენა არის ბელგიის მაყურებელი. სელენას გარეშე ჩიტი არ ფრინდება და ადამიანი გაჭაჭანდება. ანუ ემარი ტრანსების მაყურებელი. ეხა შორტს რომ მიგდებ შენ გაცე მერე მაგაზე პასუხს ხო ისი ვინც თქვა. ანუ ჩვენ რო გვაქვს რაღაცა კონფლიქტი ემას გვიგვარებ. ვინ დავნიშნე, შენ დავნიშნე, ხო? ხო. დირექტორის ისნა ვარ. კონფლიქტების მონგვარებელი დირექტორი ვარ. ეხ გულები. გული რა ხდება? ბა რამდენმა გამომიწერეთ, დამიწერეთ კომენტებში. ხალო ამოიგე ხმა. მეგობრებო, დამეწეთ ლომი.
ვაიმე, მარიამ დამპირდა დაო, ერთხელ დაგირყავ ლომსო. ვაუ. სელიმასაც დაბურტყიო და ნახოთ აბა დროიშოვის ფულს ერთ დღეს დამირწყავს. არა, მარიამ თუ გითხრა დაგწირდა მართლა იზავს, ოღონ ისეთ დროს ვარ ელოდები. ახლა მარიას გარდა სხვებმაც შეგიძლიათ გაგვახაროთ მოულოდნელი სიხარულით. მაგ ხოიც და მომენტალურად არის ხოლმე ხანდახან მილიონერი და მე ისე ჩავარდნები აქ. ხო, თუნდაც გრძელვადიანი ჩავარდნები აქ ხოლმე. ბაბა, წამოდი. აუ, ნერვებს მიშლი, შეხედე რას მიკეთე. ბაბა, წამოდი. ნერვებს მიშლი, წამოდი. ძაღლი პროსტა არის ხალხო ისეთი უმშვიდესი ეს, რატო იძახის ნერვებს მიშლი. ხალო ჯინიანი არის და მაგიტო. შენ დაიმსგავსე და მაგიტო. ანუ თუ არ უნდა რაღაც გაკეთება, ვერ გააკეთებიე. ჩამოყანი ანტოპო. წამო, ჩემო მამაჟუნა, წამო. გერება ძაღს, შემწყდა გული. წამო. მე მგონი ამას საკლია თვალებში. მერე მოდი დაო ერთი ვარდი გამოგიგზავნე. დონაცია გაგიკეთე. დონაცია გამიკეთა. ანუ მე 50 ქოინი არ მქონდა და საიდან დამიჯდა ანგარისზე, ვინო რამე გამომიგზავნა. წამოდი. გულები. თქვენ შეგიძლიათ ვარდები გამომიგზავნოთ. ვაიმე, შეხედე, მამა ჩაჯმულო. ერთი კუკლის გაგდება რა იყო? თეთია გიდუნაშვილი აიგნორებს სელენას დუეტზე უარი უთხრა. ერთი კუკლი გააგდო ქალო მარტო. ალბათ არ უჭამია ძაღს ბევრი დღეს. ქალო დილას მყავდა ჩაყვანილი. რაღა გზაზე რომ მოიჯვა, წამოდი. არ შეიძლებოდა? ძაღს ახლა მოჯმაც გაუკონტროლე. აბერაშვები ემზადები ორშაბათისთვის. ვაიმე, დავიწყებული მქონდა გამახსენა გოუცებ. იარჩიე ლუკი პირველი სამუშაო დღისთვის. ანუ კიშა. განვადებით ჯვამს გეფიცებით. ანუ ბობო გამოდი აქეთ. ზაღლი ჯვამს განვადებით. გამოდი ბიჭო. მოზომილია ბობო რა. შეგაი პარკი რო წამევიხე. წამოდი ბობო. სელენა ისეთი მშიერი ვარ დღეს საჭმელი არ მიჭამე რომ შევა შეგჭამო. გამე მე ვინ გაკავე? სტადმა გული საჭმლის ფული. მეგობრებო დაურიცხეთ. $1. მეგობრებო სტილო გაუგზავნეთ ან რავი ბოკვერი ლომის. ჭირები ვართ. ანუ ტოლულებად ყრივათ შივრები როგორც გიძახიან ხოლმე. წამო. მე საყვარელი ფილტრია. უშინო სხვა ხინკალი მიმოხაშა. პედო ყველაფერი კი არ უნდა თქვა აქ. ველა. და ფონდი მინდა გავხსნა, სადაც დავეხმარები გაჭირებულ ადამიანებს. მე დემეხმარე. შემომიერთდი. მე დემეხმარე. შევძებად გაჭირებული მინდა? გაჩუმდი ქალო. ეს მილიარდელია ხალხო. მუტიკო ბალიშები უწყვია დივანზე სულ ევროებითაა გამოტენილი იქიდან. გაჩედი ისედაც მაბრალებენ მაგას და შეცვლილად ეიჯერებს ხალხი.
ის ბალიშებში, მაგრამ აგონიათ რო უდევთ იქ რომ მიწყობილი აქ ეგრე ამოთანია ევრობით გაჩეჩქილი. მე თავი რა ბალიზეც მედო, იმაშიც ფული იყოფოთ, რო არ მეეჭვა მე დამიდო თავქვეშ. ხო, აი მეგობრებო, ესე მე ჯერ კოსმეტიკმა კამაკ, მარტო ესეთი რომ გავყიდო ერთ ბინას ვიყიდი. აბა, იქ გიდეს აბაზანა შენი კოსმეტიკები ჩამოვთვალო, ვიდეო ხوار ჩავწერო. ჩუმად გატوار გადაიღე. ხო, ფასები შევაჯამო და მოუყვე ხალხს იქ რა ღირს ერთი რომ ეს უყურე. არა, კი, მაგრამ ამ რაღაცა ის დარბაზული არის ვარჯიშის. რა სავარჯიშო, მაგრამ ქვია მაგას? Basic ყველას რომ მაგ ჩანთები რატო აქ? აი აქ მუშაობ, აქ და დავითხოვ მუშაობა მასაჟებში. ხო და იქ ეყოლება კლიენტები. ხო. მასაჟი ერთი ლალი უთხარი მე. მასაჟი 50 ევლო. შენ რო პანჯარაში დგახარ. 50 ევლო, happy end 60 ევლო. და რა იაფია, რა ტარიფებია? happy end თუ გინდა შემოკარგო და დაამატო ფული. ორი ლალი. აი მე მაგან ემასაც წაკბინა, რო ვერ გავგია რა ორიენტაციაო. ვის? მე გარცეთ ფილმში არ იყო ნახსენები? სად რა გამომეპარა? ვი? რა ვიცი, ალბათ იმაზე იძახეს, მაგრამ ეგეთ ფრაზა არ შენ რო ჩაგიძრა შოუ დამიდგი რაღაცაო. მად არ ამბობს მაგას. კი, შენ სახელს ამბობს ემაო. სახელი კი არა, ვერ გაუგია ორიენტაცია, მაგას არ ამბობს თქო. მაგას არა ხო? მაგას არა, თორე ეგ ვიცი, აბა. ხალხო დგავ, მე ახალი ხალხო დგავ შოუებს, ერთი შოუ $200. ანუ არა და რეალურად იცის რომ არ არის ეგეთი რაღაცა, მაგრამ ანუ ჩორტაობს ხვდები, რომ ნახალკა შეგტენოს ხალხში და რაღაცა თავი დამცირებულად გაგზნობიოს. მაგრამ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ობზინაციაში ჩაუვარ. ხალხმა პირიქით შეუტია. შესაძლოა მართლა. ან მე რატო დაუთმე დრო, უბრალოდ ვერ მე ხალხო მე არ მქონდეს გაგებული ვინ ვარ და რა ვარ და ის ხობს მქონდეთ და მე დავიყო რომ არ მქონდეს გაგებული. არა ჯერო ადამიანია, ისა ზოგადად ადამიანზე იძახი ეს ისეთია, ეს ისეთი შეკექილი მოკექილი, ხა ჩემი შოუ მაშინ ამას რაში ჭირდება. მაგრამ თქვენ თუ გინდათ შოუს დადგმა $200 დამიკავშირდით. წერერა მაგერ მე 250 евро ჩამაკუჭა ჯიბეში ეს რა შოუ დამიდგი დაო. ხოცა ჩამაკუჭა ტრუსში დაო ჩემ სახელზე შენ რამე კურჯიანი იყიდე 250 ევროშიო. ეს რა შოუ დამიდგი დაო მირეკავ და გაგიჟული სკრინებსაც დავდებ ხალხო. ხარ შოუმენიო, ესე მიწერთ, ეს მეუბნებოდა. შოუმენი. ხო, რა გონიათ, მე ყველა წავედი ბრიუსელში, ახლა მეორე 250 ევროს ველოდები კიდე შოუსთვის. ხო. ხალი ქალღმერთი მოკლედ ძალიან ხშირად გვადარებენ ხოლმე აქ ვიღაცებს და დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ საზეპიროთ დაკოებო მე ვარ მე და სხვა არის სხვა დავიმახსოვრეთ როგორც ჩანს ვერა აქ მოდი შენ დროზე ყველამ ერთად აქ მოდი დროზე თუ არა მაგ კბილებს წირობა გამოწეული პლოსკოტი ჩამოგანძრობ უნარკოზოთ დროზე გავიმეოროთ ყველამ ერთად მე ვარ მე ანუ საქართველოს კარალევა და სხვა არის სხვა თქვენც ყველამ ერთად შენ მოდი აქ რო იმალები დროზე შაუერთი დროზე ამას თორე მაგ კბილებს შენს ჩამოგანძრობ წირობა გამოწეული უნარკოზოთ ვიმეორებთ ყველამ ერთად თქვენც მათ შორის ხო
მე ვარ მე და სხვა არის სხვა. გავიგეთ? ანუ მე ვარ საქართველოს განათება. გავიგეთ თუ ვერა, თუ კიდე გჭირდებათ. რა ვიცი ხა ზოგმა მანქანა იყიდა, დაკო, ზოგმა სახლი იყიდა, ზოგმა iPhone იყიდა, ზოგმა ავეჯი იყიდა, მაცივარი იყიდა. ახლა და მის რო ვაკვირდები, დაკოებო, დედუკებო. ცხვირი მაქვს რაღაცა გასაკეთებელი. ცოტა რაღაცა შესაძლებელი დაკო. ხوار ჩამირიცხავდით ანგარიშზე დაკოება ფულს. რამდენი ანგარიშები მაქვს დაკოება, იცით? რა ვიცი ხალხმა აიწყოდა და ცხოვრება და მე ვის გამომემსგას ეს დებილი. არა დაკოება, მე თქვენ არაფერში არ მჭირდებით. მე თქვენ გურწბელად მიყვარხართ და საერთოდ არ ვაპირებ არასდროს თქვენ გამოყენებას. როცა დამჭირდება გურწბელად დახმარება, აუცილებლად გეტყვით. ხო და რა მაინტერესებს? აკრო ვიღაცები იჯექით და ხალხს აიმუნებდით და დასცინოდით და აგლახავებდით და ეხლა თქვენ რო ზიხართ ამ ლაივებში და ლარლარობით აკოწიწებთ ამ ფულს, ანუ როდემდე უნდა ცხოვრობთ და ესეთი ორმაგი სტანდარტებით, შენძრეულობით, გაქექილებით და ხალხის მოტყუებით, რა გვაინტერესებს? სელენას წაკმინო და სელენა რაშუაშია ვერ მივხვდი, ოღონდ მართლა. როდის იყო სელენა ლაივებში ან ვიდეოებში ანგარიშის ნომრით იჯდეს და ხალხს ლარების ჩარიცხვას თხოვდეს, ხო? ანუ ძალიან მაინტერესებს. თუ ახალი მოხდა რამე და მე არ ვიცი, გამარკვიეთ. არ შეიძლება მე გამომშა რაღაცა. ნუ ხო შეიძლება რაღაცა მოხდა, კაცო, ისეთი რაღაცა სასწაული და რავი ხა თუ რაღაცა დახმარება სჭირდება ადამიანს, კაცო, მე ჩემი ძლია 1-2 კაპიკი გავიღო, ხო? ეხლა მთლად მაგ დღეში არ გვაქვს საქმე, მე ჩემი ძლია ადამიანებს დავიხმარო 1-2 კაპიკით და რა ვიცი, ცოტა ვერ მივხვდი, ანუ რა შუაშია სელენა, ხო? ანუ ძალიან ბევრი ვიდეო შემოხვედრია სელენასი, ასე TikTok ინტერნეტ მათხოვრებს რო აქილიკებდა და დასცინოდა და ანუ ვერ მივხვდი, ანუ რა შუაშია და გამარკვიეთ, ანუ მე გამომჩა რამე თუ რაღაცა მოხდა თუ ანუ ვერ მივხვდი, ანუ რავი, ანუ ძალიან ვღადაობ იმ ვიდეოებზე რაღაცებს რო ღადაობს ხოლმე ინტერნეტ მათხოვრებზე და რა ვიცი, ანუ დამიწერეთ ხალხო, ანუ რა შუაშია სელენა, ანუ ვერ გავიგე, ოღონდ მართლა. აი ხა რაღაცა ისეთი თუ მოხდა, კაცო, მე ჩემი ძლია ადამიანს დავეხმარო და გამარკვეთ, ანუ რა მოხდა, ვერ გავიგე. ხო ხა რა უნდა მომხდარიყო ისეთი ბელგიის სამეფო სოციალურად უზრუნველყოფს ტორპილებს და ჯანდაცვას უზრუნველყოფს და საკვებითაც, საჭმელითაც და სახლითაც და აბსოლუტურად ყველაფრით და ანუ მე რაღაცას მატყუებთ ხა დედიკო თქვენ გაეთქრით აქედან. რა ვიცი ხა ვიდეოებში რასაც ხედავ, ქალს ერთი სახლის ფასის უნამოები და კრემები ულაგია სახლში და რა შენ დაჭირებოდა დახმარება, ანუ რაღაცას მატყუებთ დედა ხა მე თქვენ და გაეთქრით აქედან მამა სელენა, ჩემო უკეთილშობილესო და ყველასთან მართალო ქალო. ეხლა ნახე შენი ვიდეოს რაღაცა მონაკვეთები ბოლომდე არ მიყურები, იმიტომ რომ დამეზარა და ეს არის ბოლო პასუხი. ხო და ნუ გგონია რომ შენი რაღაცა მოქცეული დამალოიშები და გინმესი ეშინია, რაღაც რომ შეიბუდა 150 კაც კომენტარებში. მოდით, სათითაოდ დაგამწკრივებთ ყველას რიგრიგობით. რაღაცა ხაზებად, ხაზში მწკრივად. მოდით დაკოება, მოდით. მანდ ვიღაცებთან რაღაცები რო გაგდის, მანდ მთელი შოუები და რაღაცა გამოგონილი დრამები დაკო. მე ცოტა სხვა დონე ვარ, მამა. მე კარალევა ვარ, ჩემთან ეგ ყველაფერი არ ჭრის დაკო, ხო? ხა რა შეეხება პასუხს. ჩემო უკეთილშობილესო, სიკეთის განსახიერება, პოზიტივო. მე შეიძლება კუბოს ფული ვერ ავაგრო და არც დამჭირდება კუბოს ფულის აგროვება, როგორც ჩემი მისურვე ისე. ნახე, კეთილმა ადამიანმა ეს ყველაფერი რატომ უნდა უსურვოს სხვა ადამიანს, რა ვიცი ხა. ცხოვრებაში არ მისურვებია, არავისთვის რაც არ უნდა ცუდი გაიკეთებია ადამიანს ჩემთვის, მე ცუდი არავის არ გამიკეთებია. სიმართლის ლაპარაკის გარდა, სიმართლე არის ბოზივით. ყველას უნდა, მაგრამ არავის არ უყვარს. ხო, შეიძლება მე კუბოს ფული ავაგრო, ან შეიძლება კიდე ვერც ავაგრო, მაგრამ მირჩემია მოწყალების თხოვნას საერთოდ უყუბოდ დავრჩე და რაღაცა ხალიჩაში გახვეული, სადღაც მიწაზე დამაგდონ, ან კიდე საერთოდ არც, ხო? ასეთი კეთილშობილი ადამიანი და ასეთი სურვილებით რო არის ახსავსე, ნუ რავი, ეგ სხვა თემაა. ეხლა რაც შეეხება შენს აღშფოთებას, ანუ ჯერ რატო აღშფოთდი ვერ მივხვდი, ანუ და თუ ასე აღშფოთდი მარტივია პასუხი, ან რო იტყუები, ვისატყუებ, ანუ ძალიან მაინტერესებს ახლა. შენი შეკექილობა, აფირისტობა და გაქექილობა
მე ძალიან კარგად ვიცი დედა ეხა არც მე არ ვარ ნაკლები მაგრამ მე ხალხს არ ვატყუებ არ ვკითხულობ ამ ყველაფერს ხო ეხლა რა შეეხება შენს რაღაცა თელს დრამებს ხა ჩემს საყვარელო ბელგიაში სადაც ხარ პირველი რასაც აკეთებენ ტოლვილებისთვის და მადლობა ამისთვის ევროპას არის ჯანდაცვა უფასო ჯანდაცვა ყველა ტოლვილისთვის სამედიცინო ჯანდაცვა ფარავს ყველა სასწრაფო ოპერაციას თერაპიას მკურნალობას აბსოლუტურად ყველაფერს რაც შეიძლება ადამიანს მიანიჭოს ტკივილი, თუმცა არა პლასტიკურ ოპერაციებს, ხო და მოდი პირდაპირ თქვათ, რომ შენ ითხოვ პლასტიკური ოპერაციის ფულს და რა ვიცი ახლა ჯანმრთელობის პრობლემა ეს ყველაფერი არ არის, ხო? თორე დაგიფინანსებ და ბელგიის ჯანდაცვა. პირველად ნახე ადამიანი მოწყალების თხოვნაზე კომპლექსი არ ქონდეს და სათვალისწინო ტარებაზე ქონდეს კომპლექსი, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მე მესმის შენ და წარმატებებს გისურვებ, კაცო. აუცილებლად უნდა მოიშორო კომპლექსები, ანუ რატო უნდა ქონდეს ადამიანის კომპლექსები. მაგრამ ჩემთვის ყველა ადამიანს სხვა შეხედულება აქვს და ჩემთვის ცოტა უცნაური არის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვისაც, ხო? ეხლა რაც შეეხება შენს რაღაცა საჩუქრებს რაღაც კომენტარებში დამიწერეს ალბათ ან ლაივში ვილაპარაკეთ ან კიდე ვიდეოში რომელსაც ბოლომდე არ მიყურებია ჩემო ძვირფასსაც და ძალიან დაბალი დონეა მგონი აქ რაღაცა პატივისცემაზე და საჩუქრებზე ვისაუბროთ ხო და რაც შეეხება საჩუქრებს მინდა გითხრათ რომ არც ერთი არ წამომიღია სახლში იმიტომ რომ 8 კილოგრამი ბარგი მქონდა და ბელგიაში დავტოვე და შეგიძლია გავუარო და წაიღო კოლგოტი ერთი პატარა მქონდა რომელიც ჩემ სავარაუდოდ ანუ პატარა გამოწერე თორემ მაგასაც ვერ გაიმეტებდი ალბათ ხო ძალიან კარგად ეხლა ვინ ხარ და რა ხარ არ გჭირდება კაფერისტობა ხო და შემცივი და ჩავიცი და ერთ ჩაცმაში გაიხადა თუ საჩუქრებზე მიდგა საქმე, კაცო, არც მე არ მოსულა და არც ჩემ მეგობარი საჩუქრის გარეშე და ძალიან გთხოვ Google-ი არსებობს, თუ ფასებზე მიდგა საქმე და პატივისცემაზე, ჩავგუგლოთ და მოვიძიოთ რა ღირს, ხო? მაინც რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ მე არ დავდივარ არცერთხელ ჯერ არსად არ დავდივარ, იმიტომ რომ არ მიყვარს ადამიანების შეწუხება და ყველა სივრცეს პატივს ვცემ, მაგრამ ვიღაცები როგორც ჩანს ვერა. ეხლა რაც შეეხება მეგობრობას ჩემო საყვარელო მე არ ვიცი შე როგორ თვლი და ასე შემდეგ მაგრამ რაც ვამჩნევ ყველასთან არის ჩაოლებრო შეგძლია მეგობრობა და რავი ანუ ადამიანი ყველასთან მართალი იყოს ყველასთან კარგად იყოს და ასე შემდეგ პირველად ნახე ხო it's your jobs რაც გინდა ის გააკეთე ეს არის ჩემი პრობლემა მაგრამ ჩვენ დაკო ორჯერ უყავს ერთმანეთი ნანახი კი ბატონო და იყოს ასე თუ მეგობრად მთვლი ჩემი გულის კარი ყველასთვის ღია არის მაგრამ შენ არ იცი ჩემო საყვარელო მეგობრობა და ძალიან გთხოვ ანუ ხალხს მოატყუებ მან რა და ძალიან მარტივად შტაბეჭდება რომ შევქმნათ ხალხს როგორი მეგობრობა იცი მე ხო ვიყავი შენთან მოსული როგორც მეგობარი როგორც შენ თქვი ასევე გადმოგიპატიშე ჩემთან როგორც შენი მოსაზრებით მეგობარი ხო? ეხლა ვანახოთ ხალხს როგორი მეგობრობა იცი შენი ვოისიდან გამომდინარე. მოტივარ ანტვერპენთან მომდის თუმარი ხოდაია არ გამოდის თან ორივე უთხარი რასაც ვთქვი ხავარს ხოდა მასათელი გუნდა მოსვლა მაგრამ ესე გამოვიდა არ ვიცხენ ფისო აი ასეთი მეგობრობა იცი შენ ჩემო ძვირფასო ხო მე რო ვიყავი 1 საათი შენთან გამოსული მეც გადმოგიპატიშე ჩემთან საშობაო ვახსჯამზე ჩემი მეგობარმაც მათ შორის იმიტომ რომ ჩემი სახლი არ ყოფილა და მე არ მოქვს უფლება ვინმე სახლში სხვა დავპატიჟო ხო და ჩემი მეგობარმა დაგპატიშა და
რავი, ხა თუ მეგობრად მთვლი, რავი, ადამიანი ვიყავი 3 დღით ჩამოსული, ხო, ხა მიშენს არ ყოფილა მან ჩამოსული კაცო, ანუ მაგრამ როგორც შენ ამბობ, თუ მეგობრად მთვლი, ანუ რავი, ანუ ცოტა სხვანაირი მეგობრობა გწოდნია შენ და არა ისეთი, როგორცაც ხალხს აჩვენებ, მან რაღაცა შენი დრამა შოუებით, ხო? რავი, ხა ჩემთან როდესაც ჩამოდიან ჩემი მეგობრები, ნებისმიერ დროს, როდესაც არ უნდა დაჭირდეს, კაფეში კი არა, საშობაო ვახშამზე კი არა და ასე შემდეგ, რა დროსაც არ უნდა დაჭირდეს 24 საათის განმავლობაში, 24 საათი ხაზზე ვარ და იქ ვარ, სადაც ისინი არიან და მე ასეთი მეგობრობა ვიცით, ხა შენ როგორი მეგობრობა იცი, ეგ შენი საქმე არის, ხო? მარტივი წარმოდგენა რა იყოს. ეხლა რაც შეეხება შენს აღშფოთებას, ხო? ანუ რამ შეგაწუხა ვერ მივხვდი, ანუ რა მაგახშფოთა, ანუ ვინმე გახსენა სადმე თუ ანუ ვერ მივხვდით ამ და გაგვარკვიე და ისეთ მეგობრობას რომ დაუბრუნდეთ, რავი, ხა თუ ვინმე გილანძღია ვიდეოში, ახლა ყველას მეგობარს ეძახი და უბრალოდ გააწყობს რომ მეგობარი უძახო, ხო? აი ეს არის შენი მეგობრობა და არ გახშფოთა იმან რომ ალბათ უხსენებლად შენი თავი ამოიცანი ჩემს რაღაცა ვიდეოებში და არაფერში არ ხარ შენ წარმატებებს გისურვებ შენი ცხოვრების გზაზე და რავი, ხა ადამიანი ესე რაღაცა კეთილი იყოს, პოზიტივი იყოს და ასე შემდეგ, ადამიანს კუბოს უსწრებდეს, ცოტა ძალიან უცნაურია, ხო? მაგრამ ჩემთვის ისევ კეთილი, პოზიტიური და ხალისიანი გოგო ხარ და ასე იქნება მუდამ. იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად სხვანაირად გთვლი, ხო, უკვე და რავი, ანუ წარმატებებს გისურვებ მოკლედ, როგორც ლაივებში, რა ქვია იმას კოინებში, ასევე წარმატებებს გისურვებ თანხის აგროვებაშიც და ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ კომპლექსით ნამდვილად. ალბათ შეიძლება მე ჩემი თავმოყარებების გამო სხვა კომპლექსები მოგდა შენი კომპლექსები გაქვს. ეგ შენი საქმე არის, მე არ ვერევი და გისურვებ ბედნიერებას, ხალისიან დროის გატარებას ყოველთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მეორედ იცოდე რომ მანდ ვიღაცებთან რაღაცები რომ გაგდის და ვიღაცებს მანდ რო აბოლებ ჩემოსაყვარელო იმას რასაც სხვას დასწინი ამაიმუნებ და ინტერნეტ მათხოვარს ეძახი და მე გამოდიხარ რაღაცა რამდენიმე თვის შემდეგ აი ეს არის ორმაგი სტანდარტები აფირისტობა და გაქექილობა და რა ვიცი, ანუ მოწყალების მთხოვნელი ერთხელ მოითხოვს თუ ორჯერ, რავი, ანუ ცოტა ძალიან სირცხვილია სხვას ეძახდი ინტერნეტ მათხოვარს და შენი ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობ და მოკეთ წარმატებები ჩემო ძვირფასო, ის იყო ბოლო ვიდეო და ცოტა მეტი პოზიტივი შემატერს დაკო. სელენა დაკო, ამ ინტერნეტში მოწყალების მთხოვნელებმა ერთი რაღაცა ლაივი TikTok წლის შოუ რომ მოგვიწყოთ არ ყოფილა ამ წელს ახალი დაწყებულია მაინც წელი. აი, ყველა ერთად რო შეიკრიბოთ და რა მარათონი რომ მოაწყოთ დაკო, რომელი უფრო მეტ ჩარიცხებთ ხალხი ფულს და გამარჯვებულმა იქით ერთი რაღაცა აი ქართული სუფრა ჩახოხფილით და რა ვიცი ჩამოაცხი დუდუკი. ხო და აი სასტავი ანუ წლის შოუ შენ დაკო შოთა დარბაიძე ირინა პაპილონა თუ მამილონა თუ რაც ქვია ლალები და ის რა ქვია კიდე კეთი ქველაძე ხან ერთი შეენაცვლეთ ხოლმე ერთმანეთს ხან ერთი ჩაერთოთ და ეს იქნება წლის შოუ ანუ რომელი უფრო მეტ ჩარიცხებთ ხალხს ფულს დაკო ანუ წლის შოუ ჩემი მეგობრები ალაიქებენ და აგულებენ ვიდეოებს სადაც მე მამცირებენ მადლობა ყველა წაგშალეთ ნუ ალბათ ყველამ რო გაიგო შენი რეალური სახე და შენი მეგობრობის შესახებ როგორი მეგობრობა იცი მათი გამოცდილებიდან ალბათ მაგიტო დაკო ყველამ რო ნახე შენი რეალური სახე რაც ხარ და ვინც ხარ ხო და ეხა ადამიანს რა ვიცი ანუ ინტერნეტ მათხოვრობა არ გწვენოდეს და ხალხს აბოლებდე მანდ და აქეთ კიდე სხვებს აიძულებდე არჩევანი გააკეთოს რაღაცეებს შორის და ვიღაცეებს შორის პირველად ვნახე ხო ანუ შენ ვიხარ საერთოდ რომ ვინმე რამე აიძულო ხო ანუ რა აიძულებ ადამიანებს არჩევანი გააკეთოს და რაღაცა ორად გაიყოს აქ რაღაცა სასწავლები ანუ არავის არაფერს არ წარმოადგენს საერთოდ მართლა შენ მაქსიმუმ დაჯდე რაღაცა დევოსთან ვებხოსთან რაღაცა ლაივში და მაგათ აიძულო რაღაცეები ხო თორე არა
გონია ყველაფერი შენ შეგეძლოს ვინმეს რამე აიძულა ხო და ჩემოსაყვარელო გინდა ანუ ინტერნეტში იმოთხოვე და რაც გინდა ის გააკეთე და არავინ არ გამცირებ შენ ეს არის ფაქტი ეხა ხო ანუ და ფაქტს ვერ გავექცევით დაკო შენ თვითონ ამცირებ შენს თავს ანუ შენ თვითონ ამცირებ მე ხა გააჩნია ვისთვის როგორ არის დამცირება მაგრამ ეხა რავი ანუ ხო მეორედ გეცოდინება დაკო მეორე კიდე რომ გაბედა აი შენ რაღაცა ქუთაისში შეწულობით აგ რაღაცებს რაც სიგანა გაქვს იმხელა სიგრძეს მოგცემ ალბათ აგერია მე შენ ვიღაცეებში სელენა არ არის არასოდეს საკმარისი ეს გრძელდება თვეები მერე წლები და ეს გადის ძალიან დიდი დრო და რეალურად ხო არც რაფერი არ კეთდება ნუ არიან ისეთები ვინც მართლა მოასწრო ბინის ყიდვა როცა კიდე შედარებით იაფი იყო მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ვეღარ ყიდულობს ბინას იმიტომ რომ მარტო ვერ ეს ვინც აიღეს მე გამოდის ავტომატურად კიდე 20 წელი ემიგრაციაში უნდა იყოს ადამიანს უნდა დაბრუნება და ვერ ბრუნდება დაო ანუ აი ვერ ბრუნდებიან ემიგრაციიდან იმიტომ ვერ ბრუნდებიან რომ მებით მუშაობენ 24 საათიან ყველაფერი აბსოლუტურად ხო აი წარმოგიდგენთ ჩახვალ და ხო კაი ერთი თვე გეყოფა ის ფული ჩატანილი მერე იქ შვილიშვილს ფეხით დაეხევა იქ შვილს რაღაცა მოუნდება იქ ავად გახდება ვიღაცა იქ ვიღაც წილი არის ვიღაც დაბადების დღე არის ვიღაცის რაღაცა არის გადასახადი მოვიდა დიდი და უკვე იგივე მდგომარეობას უბრუნდებიან ადამიანები. რატო? იმიტომ რომ არც ცდილობენ იმას რომ საკუთარი ფულით რაღაც ბიზნესი წამოიწყონ მაგალითად საქართველოში რომელიც მათ შემოსავალს მოუტანს, ხო? წარმოიდგინე ხა ეს რა ქვია ადამიანს დედა ყავს ემიგრაციაში და მისი გამოგზავნილი ფული რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტი არის. მის მეგობრები მიყავს რესტორანში, ხო? ეს ხო სისულელე როგორ შეიძლება? მე დედაჩემი ვიცი, ახლა მომლელად მუშაობს თურქეთში, ვიღაცა რა ქვია, კაცს უვლის, ფანჩარს პარსავს კაცს, ანუ წარმოიდგინე, ემა, ანუ ფანჩარს პარსავს კაცს და ტრაქს უწმინდავს. მომლელია და აწესრიგია. იმას ახლა როგორ უთხრა დედაჩემს, რომ დედა გამომიგზავნა მე შენ ფული? და მე ამ ფულით ავდგა და წავიყოლო ჩემი მეგობრები რესტორანში. მე რა ადამიანი გამოვდივარ ამ შემთხვევაში? გამოდიოდა ადამიანი რომელსაც ფეხებზე კიდია და ჩემი რასაკეთებს იქ თავარი არის მე ფული მე ჩემი მეგობრებს ყოველთვის დავყავარ ერთხელ მეც წავიყვან რო არ წაიყვანო რა მოხდება ან გოგო როგორ ხარჯავენ ამ ფულსაც აი მე ეხა არავინ არ გაიგოს ეს კრიტიკა ჩვენას ვამბობთ ყველა ემიგრანტს მე პატივს ყველა თავის საქმე ყველა ღმერთმა გაგიმარჯოთ მე არ ვიძახი რომ ზოგ შვილი ყავს ავად და სხვა გზა არ აქვს და მაგრამ მე ვიძახი აი პათოსი რო აქვს TikTok-ზე ემიგრაცია არის ციხე ჩვენ გამოკეთე ამ დროს რო არჩენენ მუქთახორა ქმრებს მუქთახორა შვილებს ციხე კი არის თქვენ აირჩიეთ ეგ ციხე ხალხო თქვენ რო იყოთ ამ ციხეში რა თქვენ არ უნდა გამოგამწყდიათ მე ვიძახი ვინც არჩეს მუქთახორა ოჯახებს კიდე ერთხელ დავკონკრეტდები ნუ ყველა ხო არ არის ეგრე ხო და მაგიტო დავკონკრეტირო ყველა ეგრე რო არ არის ხო მაგას მოვიაზრებ ნუ ხო ეხა რა თქმა უნდა ეხა კასროფლს გაუგზავნი და დასალევში დახარჯავს იმას ფული არ უნდა გაუგზავნო ჩემი მეზობელი იყო იტალიაში ემიგრაციაში შენა 10 წელი ეს სახლი ხო მოაწყო მოძეძგა იქიდან ტანსაცმლის თეთრეულებს აგზავნიდა და ბოლოს რო ჩამოვიდა უკვე ამის ახალაშენებულ სახლში ქმარი დახვდა ახალი ცოლით და შვილებმა უთხრეს რას ჩამოდიოდი ვერ გაგვაფრთხილეო ანუ ეს ახალი დედიკოც მიღებული ყავდათ უკვე სახლში ანუ აი მე ეგეთი მოხდა ხალი დატოვენ შვილებმა გარეთ ემიგრაციის სამოსდეთ ტელევიზორში მართლა? ხო, ეს ჩემი მეზობელი ტელევიზორში არ ყოფილა, ამ ქას გულმახია, გოგო როგორია, შვილებმაც კი უსაყვარლეს, ვერ გაგვაფრთხილებ, ანუ აირიდებდი თავიდან ამ სურათს, რომ გაგეფრთხილებინეთო. ხო, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ მოხდა ეგეთი შემთხვევა, იყო ტელევიზორში ის ქალი გამოსული, საბერძნეთიდან დაბრუნდა და ანუ ეს არ მიიღენ სახლში. რამდენია იცი ეგეთი? მე გეტყვით ეგეთ რაღაცას რომ მეგობრებო იცით რა არის? დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფრის საბუთი უნდა გქონდეთ. ყოველთვის შეინახეთ თქვენი გაგზავნილი თანხის ჩეკები აუცილებლად. გიგით შულს უგამიდე. შეინახეთ თქვენი გაგზავნილი თანხის ჩეკები, იმიტომ რომ არ არის ცხოვრება ისეთი რამე არის ხანდახან ისეთ გამოცდას გვიწყობს და ისეთ ცუდ რაღაცებს გვიწყობს რომ შეიძლება ერთ დღეს ეგ გაგზავნილი ჩეკები ისე გამოგადგეთ რომ ცხოვრება გადაგირჩინოთ და დაგიცოთ უმადური ადამიანებისგან.
ამიტომ ზომა არიციან, ხო დრო არიციან, გადმე ამას დღეს ხვალ უნდა მე იმის ქორწილია უი ბავშვი სკოლა სამთავროს უი სკოლა დაამთავრო მანქანა უნდა უი ცოლი მოიყვანა მე შვილიშვილია მე ეგეთი არც ქალები არავინ არ მეწოდებიან რომლებიც თავს აყენებინებენ მუქთახორა შვილებს რომლებიც 30 წლის კაცები არიან გინ 20 წლის ბიჭები არ მუშაობენ 14-15 წლის ბავშვები უკვე მუშაობენ გენაცვალე ნამდვილი ვაჟკაცები და დედის გადმოგვიყვანებები ასე რომ მე არც ერთი ემიგრანტი არ მეწოდება ვინც ესეთ ოჯახებს არჩენს დავკონკრეტდები რომ ყველაზე არ მიიღოთ ეს და მაგ ციხეს თქვენ თვითონ ირჩევთ რომ ამ ციხეში გამოიკეტოთ რა ასე რომ რა ქნას ზოგმა იცის ეგ ყველაფერი კაცო მაგრამ მაინც თავს ვალდებულად გრძნობენ რომ გააკეთა მე ვიცი გოგოები დიშვილების მიშვილების არჩენად და სკოლის დასამთავრება და უნივერსიტეტის დასამთავრება წასვლები არიან და ახალგაზრდა გოგოებს ცხოვრება დაკარგულია თუ მაგას სიშტერეს ვეძახის ელენა ბიჭო იქიდან მოდი ხო და ეგრეა ნინო ხო წლები გადის მე საჭიროება სულ არის ფულის და ასე დაბერდებიან ამ ემიგრაციაში და მე უკვე აღარ უნდა თავის ოჯახებს რა ეს არის ძალიან სევდიანი ეს ძალიან არის რა ჩემი 70 წლის არის და მე წარმოვიდგინე ხა მას თუ უნდა მუშაობა კი მაგრამ ხა მე წარმოვიდგინე მე საქართველოში ვარ წამოწოლილი და დედა ჩემს მიზანის ფულებს აი ვერც კი წარმოვიდგენია რომ ოდესმე ეგრე მეცხოვრა ან მე ვერ წარმოვიდგენ რა გავაკეთო ახლა ჩემი ისე დამოკიდებულება და ვიცი იქაც არ არის გასაქანი ეგრეც იცი რა არის იქაც ვერ შვებიან რაღაცებს ახალგაზრდები კი არის რაღაც სამსახურები მაგრამ იმდათ მინიმალურები აქვს ხალხასი რომ მაინც სჭირდებათ დახმარება ხელი მაგრამ თვითონ ადგიდან წავიდნენ მე არ მივეს მამბობ იმას რომ ანუ თანხა გამოგზავნილი თანხა უნდა გამოიყენოს სწორად ადამიანმა ხვდები აი რესტორანში არ უნდა დაპატიჟო რაღაცები და იმ ფულით არ უნდა წახვიდე არ უნდა ითამაშო არ უნდა იყიდო მოსაწევი და ვიღაცების დაბადების დღეებზე საჩუქრები არ უნდა იყიდო იმიტომ რომ არ ახარ ვალდებული ვინმე საჩუქარი უყიდო გოგო თავი დაებეხა გამოიყენო თანხა საჯარო ადამიანს მოვიყვან მაგალითად ეხას ყველა მიცის ერთი გოგო იყო პრაიმ ჰაუსში მონაწილეობდა რა მერიემი თუ რაღაც ერქვა და ეს გოგო სულ ამბობდა ამ პროექტში რომ დედა მენატრება ემიგრანტი დედა მირეკავს იტალიაში და სულ ფიქრობდი რომ რა პრობლემა კაცო იტალიაში და საბერძნეთში წასვლა ხო რაღაც თურქეთივით 1 საათის ფრენაა ხო არ დიდი ვიზა ქართულები მარტივად შედიან და მე ამ გოგოს პროექტში ცხოვრებას რომ გადავხედე მე რა ჯიპით დადის იცი ანუ როგორი ცხოვრება აქვს წინ და უკან და გოგო ანუ დედა ყავს ემიგრაციაში ბიჭო თუ მანქანა ყავს უკვე თუ საწვავის ფული გაქვს თუ საგულაო ფული გაქვს არ უნდა არც უნდა ჩასვლა უკან არა ეგ კატეგორია კი მაგრამ მე იმდენია სელენა ეგეთი თქო რომ ესე ვერ ყავს შვილები ამოძღებული ანუ კარგი რა მართლა დაბრუნდი უკვე შენი ცხოვრება იმ შენ სახლში იმ შენ ნაყიდში და იმ შენ ნაშრომში რა ზუსტადაც ან ზუსტად შვილები წავიდნენ ხა მე როგორც უნდა ისე მე გაიგოს მე დედა ჩემს მე მამა რო გარდამეცვალა და ძალიან ცუდი პერიოდი რო დადგა და დედა ჩემმა არ იცოდა ბიზნესი როგორ ემართა რა როგორ გაეკეთებინა იმიტომ რომ არასდროს არაფერი არ უმუშავია ხა ნუ ეგეთი იყო ადრე მამა ჩემი ეგეთი იყო არ უნდა ჩემს ემუშავა ვერაფერი რო ვერ გაიგო ხო რაღაც პერიოდი რო რთული დადგა ხალხი ეუბნება წადი თურქეთში მე უკვე 18 წლის ვიყავი კაცო წადი თურქეთში რაღაცა იმუშავე ის კი რომ ის თურქეთში წასული ცუდია და სირცხვილია არა მე დაჩეს ვერ მიცემდი უფლებას რომ წასულიყო იმის გამო რომ მე იქ მეგულავა, კაი ზმანები ჩამეცვა, იმიტომ რომ ეგრე საჭმელი და რაღაც არ გვიჭირდა. და მე წავედი გერმანიაში, მე გამოვძებნე გზა, თუ შემიძლია დედა გამეგზავნა მეც ემიგრაციაში და დღემდე საქართველოში ყოფილიყავი წამოწოლილი. ანუ რა პრობლემა იყო? და მევლო რესტორნებში მეც. კაი მანქანა მეყიდა და რა ვიცი, ანუ რთულია ნამდვილად ძალიან რთული და ანუ ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ ქართველები ზოგადად ქართველი მშობლები ძალიან სხვანაირები არიან გზად არიან მთელი ცხოვრება არჩინონ საკუთარი შვილები ცხოვრება გაწირონ და დათმო შვილის გამარად ეგ არ არის თავგანწირვა შენ ცხოვრების გადადება არ არის შვილის სიყვარული ანუ არ შეუძლიათ ისე აი მაგალითად როგორც ევროპაში აკეთებენ ან ამერიკაში აკეთებენ
ბატონო, ზუსტად ეგრეა და ძალიან ცუდი ახლა. ამერიკაში ისა რა ქვია დედამ ასეცხა შვილს ფული და არ უბრუნებდა და სასამართლოში უჩივლა. ახლა მაგას ქართველი არ გააკეთებდა. წესით უნდა ევჩივლა. კი ბატონო, რატომაც არა? სესხია. მაგრამ ქართველი მაგას ხარ გააკეთებდა. ფულის ესხება კი რა სახლებს ყიდულობენ. ხალო, წარმოიდგინე ადამიანი დაიბადე, გაგზარდნენ, გასწავლენ, არაფერი არ გეკეთებია იმისთვის, რომ შენ ბინა ქონოდა ან მანქანა ყოლოდა და ყავს, იმიტომ რომ შენმა მშობლებმა მოგცენ, ხო? ზუსტად. ანუ ეს ის იყო რაღაც დოკუმენტურ ფილმს უყურე მილიონერის შვილებზე იყო და ერთ-ერთი მილიონერი საკუთარ შვილს კაფეში ამუშავებდა ხალხნო ანუ წარმოიდგინეთ კაფეში ამუშავებდა მეგობრებო თან მის კაფეში კი არა მისი კი არ იყო სხვისი იყო რომ იმას რაღაცა ესწავლა შრომა და თავისი ფული ქონოდა და ესე შემდეგ თორე ფული და რამე კი არ უჭირდათ მე მაგალითად დაიჩენ მეწოდება ვეუბნებ სულ დედა წადი როდემდე უნდა იყო მან მეუბნება სულ დედა რო წავიდე იქ რა გავაკეთო იქ მე რა ვერ გავაკეთო დედა ბოდიში სელა ერთ წუთი რა თქმა უნდა ჩემო კარგო 2 წლის შვილს ყველაფერი უნდა გავუკეთო მაგრამ 40 წლის შვილს უნდა შეეძლოს თუ კი აქ ხელის განძრევის საშუალება, მაგრამ ისე კიდე ერთი მომენტია, რომ საქართველოში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. მართლა რა უნდა გააკეთოს. ქვეყანა ისე არ მოწყობილი, რომ კაპიტებს უხდიან ახალგაზრდებს. ანუ ხო. რა ვიცი, რომ ყველა კი მუშაობს და რაღაცას კი პოულობს საქართველოში და ყველა კი რა ვიცი. და პოულობენ ხო, მაგრამ შენ იცი საქართველოში ხა მე რო ვიყავი, ხო? მაღაზიაში რო წავიდოდი მაგათ ხორციან საჭმლის გაკეთება რომ მომინდებოდა 50 ლარი მეხარჯებოდა. ნუ დღევანდელობაში აფას. ერთ კასრულ საჭმელში. ვიდეო. რუინას ადვოკატი რატო წერია სახე. ესელენსია და ორთული თემა ემიგრაცია. არა, მართლა რთულია, ნამდვილად რთული არის და მე ვიცი მე გამომიცდია ეგ წასვლა სამუშაოდ უცხო ქვეყანა იყო ჩემთვის პიროდი ღამე რავი რეები არ გადამიტანია მიმუშავია ფული არ ამიღია იქედან არ მომცემ ფული მოკლედ ძალიან დიდი სიმწარე არის ეგ ყველაფერი და ვიცი მაგრამ მე ერთადერთი რაზეც ბრაზდები არის ის რომ ანუ გამოგზავნილი ფული არ უნდა დაიხარჯოს, რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, კაც მე ჩემ აზრს ვამბობ. სისულელეებში ხვდები, აი ნერვები მეშნება ხოლმე ეგეთ რაღაცეებს. საბადების დღის ფოტოსესიები და გულაობა რესტორნებში არა, ხო ის ჩემი მშობელი თუ წავიდა და მიეცი. მაგალითად, ოპერაცია რო გავაკეთე, ფული ჩამირიცხა და ქალა მოთხარა, არ მინდა, არ გამომიგზავნო დედა. არ მინდა. მეგობრებო, სულ რაღაც 3 დღეში დასრულდება ჩემი პარპაში 3 წლიანი. ვიწყებ მუშაობას და ყოველ დილით შევხვდებით, რა თქმა უნდა, წუწუნით, თუ როგორ რთული არის დილით ადგომა და სამსახურში წასვლა. დელე დაო შენ წახვალ ბობოს გამო ემიგრაციაში თუ არ იყო საჭმელი. რა თქმა უნდა. თან წავიყვა. წავედი გული შევჭამა. ცხოვრებაში გმირი არ, მიდი დაო, ჭამე. მიდი და მე ესე გვიან კიდე თუ იქნები შევიდე თან მოგწე და შემოდი. კი, გაშო. მე წავედი დამაფოლოვეთ თან გული. 100.000 ხალხო რა გავაკეთო ფანჯრიდან გადავხტე მესამედან დამიწერეთ.
არ გემატება, რამდენი ყავს? შენ ხედავ, არ ვიცი, დააჭირე თითი. 2000 ლარს უხდიან საქართველოში საკმარისია ეგო. რისთვის არის აბა საკმარისი ჩემო კარგო? 2000 ლარი. დროებით გულები ღამე დროებით. გვიან იქნება და შემოვა. რამდენს მუშაობს? რას აკეთებს? 2000 ლარი ოჯახისთვისა. თუ ქირაში არ ცხოვრობენ, შეიძლება იყოს საკმარისი. არა, რა თქმა უნდა არ გეყობა ჩემო კარგო, ჯერ არის სამყოფი. მითხარი ერთი ამ თვეში რაღაცა გაფუჭდა, ხან კარი ფუჭდება, ხან მის რა ქვია გამათბობელი გაფუჭდა, ხან შპალერი ჩამოძრა, ხან წვიმა შემოვიდა სახლში და მოკლედ არილევა ეს რა ქვია მიზეზები ხდება. აგერ იმის ვიღაც ნათესავის დაბადების დღე არის, აგერ მეზობლის დაბადების დღე არის, აგერ ბავშვი ექსკურსიაზე არის წასასვლელი, ფეხზე გაეხა და ანუ ესე იგი ყოველთვის არის საუბარი ხარჯებზე, ხვდებით? ხარჯებზე არის საუბარი. მაგრამ რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, ვისაც გამოყოფილი აქვს თანხა, მაგალითად თუ კი აქვს 600 ევრო ხელფასი, 200 აგზავნის საქართველოში, 200 თვითონ იტოვებს და 200 იმაშება სახარჯოდ იყენებს, ანუ ინახავს. და 200 სახარჯოდ იმაშება იყენებს. ხო და მასე თუ აგროვებენ რაღაცას, რომ ბინა იყიდონ. შეიტანონ ერთიანი თანხა და მერე იხადონ ყოველთვიურად გადასახადი, მაგრამ გონი ადამიანს რომ ბინას იყიდი, დაფარავ გადასახადს და მორჩა ამით ყველაფერი, მაგრამ არ რჩება მეგობრებო. მე ხა ჩემს საკუთარ დედაზე გესაუბრებით, იმიტომ რომ ვიცი, ხო რაც არის ყველაფერი, თან მეც გამომიცდი. ანუ არ რჩება, ხვდებით? იმ ბინას იყიდი, მერე იქ რემონტი გინდა, მერე ავეჯი გინდა. მერე ის გინდა, მერე ეს გინდა და მოკლედ რჩები ადამიანი, მერე ისე ეჩვევი სხვა ქვეყანაში ცხოვრებას, რომ უკვე იცი, რომ იქ რო დაბრუნდე და იგივე გაჭირებაში აღმოჩნდე, ვეღარ გადაიტან. ხო და ძალიან ბევრს დაბრუნებაც აღარ უნდა და ვერც გაამთხუნე. ზოგს კიდე იმიტომ უნდა დაბრუნება, რომ ლოთიქმარი ყავს სახლში და იმის რტყმების სატანას და იმის ყურებას ურჩევნია ემიგრაციაში დარჩეს. არიან ეგეთებიც. არა იმ ახალგაზრდებსაც ვერ დაამტყუნებ, რომლებიც ვერ მუშაობენ. და მე ამაზრზე ვარ, რომ არ არის საქართველოში ადვილი დასაქმება. შეიძლება ვიღაცებს სიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცებს არ სიამოვნებს, ხო? აწუხებს ის ფაქტი, რომ დამოკიდებული არის მშობელზე. უნდა საკუთარი ფული, მაგრამ გასაქანი რო არ არის, რა უნდა გააკეთო? ანუ რო არ აქვს ადამიანს გასაქანი, რა უნდა ქნას? მაგიტო არის მე რო იწყებენ იმ წამლის ჩამდებათ მუშაობას, აბა თქვენ რა გონიათ ვინმე სიამოვნებს ეგ პროფესია? არ ამგონია ვინმე სიამოვნებდეს. უბრალოდ ერთ-ერთ გამოსავალს მაგას ხედავენ, სადაც ფული არის და გონიათ რომ ბევრ ფულს იშოვიან და გადი იუბედურებენ ცხოვრებას. თორე ნორმალური ადამიანი მაგას მან არ დაიწყებს მუშაობას. მან იწყება სასოწარკვეთილი ახალგაზრდები მუშაობას, რომელსაც განადგურებული აქვს ფსიქიკა. ღმერთო ამ ხეს რა ქვია ხალხო? მე რა ლამაზი არის, ყველგან ეს არის ბრიუსელში. ოღონდ ნაყოფი და რაღაცა არ გამოდის. მე ეს ტყემალი არის წითელი? ხო. მე არაფერი არ ასხია. გაძიზგნიდან ალბათ. თუ არ არის ტყემალი. ძალიან ლამაზი არის. თუმცა ფუტკარი მომადგა. არ მომახდა, ეხა შენი ჭირიმე რა.
ნახეთ, მიყვარს ის ადგილი. კარი ძველი ხიდი რაღაც. ბაბა არ მომახტე. მოკლედ ძალიან რთული არის მეგობრებო ნამდვილად. მე როგორც ემიგრანტი შვილი ვიტყოდი იმას, რომ უნდა ვიცოდეთ ფულის ყადრი და იმ ფულის სწორად დახარჯვა. იმიტომ რომ ეგ ფული არ არის ადვილად ნაშოვნი თანხა. ნუ ასეთი თანხა არ არის ადვილად ნაშოვნი. როდესაც შრომობ ადამიანი, მაგრამ მაინც. მე არა ვარ ვიცი ფულის ყადრი, სიმართლე გითხრათ. მე თქვენ რა ჭკვანა დაგარიგოთ. მაგრამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ და მაგის მიხედვით გეტყვით, რომ უნდა იცოდეთ ფულის ყადრი მეგობრებო აუცილებლად. აუცილებლად. თორე რაც მე ფული მქონია ცხოვრებაში, ეხლა კაი ბინაც უნდა მქონდეს, კაი მანქანაც უნდა მყავდეს. და კარგადაც უნდა ცხოვრობდე, მაგრამ ფულის ყადრი რო არ ვიცი, რო არავის არ ვისწავლებია, მაგიტომაც ვერ შევირგე ის ყველაფერი, ხო? ამიტომ, რავი, შურს იმ ადამიანების, ვინც ფულის ყადრი იცის მართლა ცხოვრებაში. გეფიცებით მთელი არსებით. აი, წავედი მეგობრებო, აბა მე ცოტა ხან დავისვენო, გადავხედო გადმოვხედო აქაურობას და საღამო შემოვალ ლაივში, აბა კარგად ბრძანდებოდეთ სულ ყველა.